პარტია გირჩი მერობის კანდიდატსა და საკრებულოს პირველ სამეულს 1 საათში წარადგენს. მერობის კანდიდატის შერჩევა შიდა პარტიული პრაიმერისით განხორციელდა. პარტიაში აცხადებენ, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ გირჩის წინა საარჩევნო გეგმებიც მოისმინონ. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი პრაიმერისი, ჩვენ მხარდამჭერებმა აირჩიეს მერობის კანდიდატი და 8 საათზე გვექნება როგორც კანდიდატის წარდგენა, ასევე საკრებულოს პირველი სამეულის წარდგენა და ასევე ზოგადი გეგმების დარჩენილ ერთ თვეში საარჩევნო კამპანიის ირგვლივ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 39 დღეა დარჩენილი. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია გირჩი. მათი თქმით, ოპოზიციაში არსებული ვითარების ფონზე წინასაარჩევნოდ პოზიტიური მოლოდინი აქვთ. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი არჩევნების შედეგების მიმართ, ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაშია, ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელსაც არც ამორჩეველი მოუტყუებია, არც პრინციპებისთვის უღალატია და რაც თავარია ამ არჩევნებისთვის ერთ-ერთი პარტია ვართ, ვისაც რაც გასაგები იდეა აქვს, რომელიც შეიძლება შესთავაზოს ამორჩეველს, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რეგიონები. ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება დიდი ხანია უკვე, რომ მივდივართ არჩევნების გზით, ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი, მთავარი კონცენტრაცია არის არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში და ამიტომ ჩვენთვის გასაგებია, მე მგონი თქვენთვისაც, რომ მთავარი პრიორიტეტი არის არჩევნები და არჩევნების გზით ოცნების დასუსტება. ჩვენი მთავარი არსი, რაც არის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, არის რომ არ მოხდეს ამ დღეს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ვითარების ნორმალიზაცია, ლეგიტიმაციის მიღება და საპირისპიროდ მათი გამარჯვების დღე გადაიქცეს მათი დამარცხების დღედ. ეს ვითომ რაღაც პოლიტიკური პარტიები, რაღაც სხვადასხვა სახელებს რო ირქმევენ, მათ ყავთ ერთი პატრონი. ისინი იმართებიან გარედან. რასაც ეტყვიან, ვიღაცებს ეტყვიან, რომ თქვენ არ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ვიღაცებს ეტყვიან, რომ თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობას. ისინი ასრულებენ ამ დავალებებს. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ აღნიშნული დავალება არ შეასრულოს. ჩვეულებრივი აგენტები არიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ეკა ბესელია დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. როგორც მან აღნიშნა, 13 წლის შემდგომ პირველად სარგებლობს შემთხვევით, რომ სასამართლოში წარსდგეს როგორც ადვოკატი. ბესელიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია. პარალელურად კოალიცია ცვლილებებისთვის წევრის საფას ხვიტარძის საქმეზე, რომელსაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის მთავარი სამმართველოს უფროსის მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან განაჩენის 3 სექტემბერს გამოცხადება. საბას ხვიტარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება იჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 6 თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. საბას ხვიტარაძეს საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო დაგვესახელებინა სასამართლო დარბაზში და დაგვედასტურებინა, რომ ეს მოწმეები იყვნენ მიკერძოებულები და აძლევდნენ ჩვენებას მირიან ქავთარაძის სასიკეთოდ, ვინაიდან მას სამომავლო პასუხისმგებლობა აერიდებინა თავიდან. ისინი მალავდნენ და მალავენ მირიან ქავთარაძის განხორციელებულ თავდასხმის ქმედებებს. ბრალდების მხარეს ჰქონდა ყველანაირი საშუალება, რომ შემთხვევის ადგილზე დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რაც არ განახორციელა, გამოეთხოვა ქორთიართ მერიოტის ჩანაწერი, რაც არ განახორციელა, მოეძიებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, რომელიც არ განახორციელა. ჩემთვის გაურკვეველია ამ სისხლის სამართლის საქმეზე როგორ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდება რაც წარმოადგენა, რაზეც ედავება ჩვენი დასვლის ქვეშ ყოფებს, არანაირი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ მოუტანია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების ფანტაზიის ნაყოფი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია არის აბსურდული, არ შეესაბამება არანაირ რეალობას და მით უფრო არც იმის შესაძლებლობა არ არსებობს, რომ რაიმე სახით გადაკვალიფიცირებაზეც კი ვიმსჯეროთ, რადგანაც ირაკლი ქერაშვილს და ასევე სხვა ბიჭებს არანაირი სახის დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდგენთ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სამოქალაქო სექტორის შეფასებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, დღეს სერიოზულ საფრთხეშია. მათი თქმით, ხელისუფლების ანქმედებების გამო საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დააკარგონ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოგვცა, რეალურია. მათივე თქმით, ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია და აუცილებელია საქართველოს ევროპული გეზი შეინარჩუნოს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას. ხელისუფლების ამ ქმედებების გამო რეალურია საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოგვცა. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. ჩვენ უვიზო მოვიპოვეთ დიდი შრომით და დიდი ბრძოლით და დღეს უვიზოს თმობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ არ სურს იმ ვალდებულებების შესრულება, რომლის შესრულებაც ქართველი ხალხის დაკვეთა და ქართველი ხალხის ინტერესებში არის. ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ დაიცვას და გადაარჩინოს უვიზო მიმოსვლა და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ერთი კვირა რჩება. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. ოპოზიცია კი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს და თვლის, რომ საქართველოს სოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან იზოლირებულია. 21 აგვისტოს ჩვენ გვეცოდინება ევროკავშირის პასუხი, რომ ის პირობები, რომელიც ქართულ ოცნებას მათ ვერ ვიტყვი რომ წაუყენეს, უბრალოდ შესაბამისი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს უვიზო მიმოსვლის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, ცხადი იქნება, რომ ქართულ ოცნებამ არ შეასრულა. ჩვენ არ ვყავს ხელისუფლება, ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს დარჩეს მარტო და დაუცველად. და მათ შორის ჩაიკეტოს კარი ევროპისკენ, უვიზო არ იქონდეს ქართველებს. აი ფაქტიურად პირდაპირ ეს არის მიზანმიმართულ განა, რამეს ვერ აკეთებს ან არ აკეთებს. მიზანმიმართულად უბლოკავს საქართველოს ევროპის და კარგი ცხოვრების გზას. ევროკავშირი იმ სიკეთეებს, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესთან, ბოლო წლებია და ბოლო თვეების განმავლობაში იყენებს იარაღად ქართული სახელმწიფოს, ქართული ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მძიმე. როდესაც მათი განცხადებები, რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ევროპულ მომავალთან. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება 31700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. 2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისთვის 80000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტები ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება. სწავლის უფლების გაგრძელება მოიპოვა 31700-ზე მეტმა, უფრო ზუსტად 31704-მა გამოსაცდელმა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ციფრი გახლავთ სწავლის უფლების მქონე გამოსაცდელების 88%. დაფინანსდა 11600-ზე მეტი აბიტურიენტი, მათ შორის გრანტი მოიპოვა, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა
მოიპოვა 6500-მა აბიტურიენტმა, აქედან 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. იმისათვის, რომ ისინი ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში და მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი, აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ დაუყოვნებლი იმ ვადებში, რაც გამოცხადებული აქვს თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე გააწევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთისა და კენიის ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა. საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 და 6 წლამდე ბადით.